დღეს თქვენ სურათებს ვათვალიერებდი და ვიგრძენი სახლიდან გამოსულებს დედის ლოცვა როგორ მოყვებოდათ თან. იქვე ამ სიყვარულს დანატრებული ქუჩის ველურობით დაშინებული თვალები ამომიგდო კიბერსივცემ. ძიმია, რადგან ხედავ რომ დედაშვილობა აგრესიული ველურობითაც შეიძლება წაიბილწოს და განათლებულთა გადაგვარებითაც დაედგუნოს. დედაშვილობა ქუჩაშიცა და სკოლაშიც, სიღარიბესა და სიმდიდრეშიც ერთი და იგივეა. ის ან ძალადობა, ან სიყვარული, სადაც წიგნის ასჯელია და ახს და ხელჯოხი, სადაც პურისა და წყლის მიწოდება მადლი კი არა დამადლებაა, იქ ძალადობაა, სადაც შვილი ღვთით ბოძებული განძია და აღზრდელის თმენითაა, ნაკურთხი, იქ სიყვარულია, უსიყვარულოდ დედაშვილობა, ფარისევლობა და ძალადობაა. ქეთა, სალო, გოგა, დიკა, ანო, დათო, აჩი, ლიკა, ზური, გიო, ნუკი, გვანცა ძალიან მინდა აგრესიული ველურობითა თუ განათლებულთა გადაგვარებით დედაშვილობაზე შემოტევისაგან დაგიხსნათ. როგორ მოვიქცე? ამ სიყვარულის მადლმა არ მითხრათ თავი დაგვანებეო. ვერ დაგანებებთ, რადგან დედისთვის შვილი ნივთი არ არის, ის ღვთით ბოძებული სულია, რომელიც მშობლის ლოცვით უნდა გაძლიერდეს. შვილებისათვის ლოცვა მხოლოდ ოჯახისა და ქვეყნის წინაშე ვალი არ არის, ეს დედათა სავანია და საკუთარი თვალით დანახული მომავალი. ხოდა დედის დღე მინდა მოგილოცოთ დედა ბარბარეს სიტყვებით. არ შეგეშინდეთ არცა სიცრუის, არცა ძალადობის, არცა უკეთურების. წარმავალია და სუსტი ეს ყოველივე მარადეული ჭეშმარიტების წინაშე. ნუცა ირჩქარებთ, ნუცა დაიგვიანებთ. თუ წაიქცევით, წამოგეწევით და დედის გულს გამოგიწვდით, ადგებით და გაევლით, ადგებით და გადალახავთ, ადგებით და მიაღწევთ. შევთხო უფალს, აგაცილოთ ტკივილი სულის, დაგიმდაბლოთ ამ პარტავნება და გაშოროთ ეშმაკისეულს, გეპატიოთ მრისხანება და გაგეძულთ განსაცდელისათვის. ღმერთო ძლიერო, მე შენი თვარ შვილებთან და ისინი ჩემთან, შენ შეიფარე და აღავსე მათი სული მიტევების, სიქველის, თანადგომის, სამართლიანობის განცდი და დაიფარე ღირსება მათი, გაამრავლე და აბედნიერე.